არსებული ურთიერთობის შენარჩუნება თუ არა ეს თემა განვიხილოთ. უნდა ადგეთ და წახვიდეთ თუ ჯერ კიდევ ღირს ფიქრი შენარჩუნებაზე. თქვენი აზრით, როდის მთავრდება ურთიერთობებში მუცელში პეპლები? ან რატომ? მე გეტყვით, მაშინ როცა გრძნობები ნელდება, აღარ გვიჩქარდება გული მის დანახვაზე, აღარ ვღელავთ ესა თუ ის სიტყვა, რატომ გვითხრა და ეს პროცესია, რომელიც სათავეს იცით საიდან იღებს? უყურადღებობა. აი რა არის მთავარი ინგრედიენტი ნებისმიერ კავშირის დროს. პროცესი კი შემდეგნაირია. აღარ ახსოვს შენი დაბადების დღე, აღარ უნდა შენთან ერთად გართობა, თუ მთელი დღე გწერ და აქ-იქ წერს. და შეგიძლია გეუფლება, რომ ამას ვალდებულების გამო აკეთებს. ამ დროს იწყებ გამუდმებულ ფიქრს, ებრძვის საკუთარ თავს. როცა უკვე დაილაპარაკეთ კიდეც, გაარკვიეთ კიდეც, თითქოს დაეთანხმეთ ერთმანეთს, მაგრამ არაფერი არ შეიცვალა. ერთ-ერთი მხარე იგივეს აგრძელებს. ფიქრი არ გასვენებს ამ დროს დაუსრულო? ისინი, ვისაც გამბედაობა აქვს, იჩენს კიდეც ინიციატივას და ტოვებს იმ მოედანს, სადაც ფეხი მოიტეხა და აზრი აღარ აქვს თამაშის გაგრძელებას. ბევრ მათგანს პირიქით, ჩაბღაუჭებული, აკვიეტებული მდგომარეობა აქვს და საშინლად ეშინია პარტნიორის დაკარგვის. გიჩნდება ამ დროს კითხვა, ურთიერთობის საწყისში რა სხვანაირი იყო? ახლა რა დაემართა? არც მოდის, არც მიდის, რითაც ითესება გაურკვევლობა წყვილს შორის. ერთ-ერთ მათგანს ბეზრდება ეს რუტინა, პასუხისმგებლობა და ამ დროს მიმართავს სრულ იგნორს. რთულია სიმართლეს ჩახედო თვალებში, გააცნობიერო ის ფაქტი, რომ ადამიანი, რომელიც თქვენს გვერდით თან არის, თან არა, ან ხან არის, ხან არა, ვერ გაკმაყოფილებთ ვერც ფიზიკურად და ვერც ფსიქოლოგიურად. რა უნდა ვქნა ამ დროს? მარტივია, ან აგრძელებთ აუტანელ მდგომარეობაში სვლას, ან იღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. გაჩნიათ თქვენ რისთვის ხართ მზად, გიღით თუ არა შეინარჩუნოთ პარტნიორი. ასეთ შემთხვევებში რა თქმა უნდა, თუმცა მეორე შანსსაც ყველა იმსახურებს. გამოსწორებაც ხშირად ხდება სიტუაციის. არჩევანს ჩვენ თავად ვაკეთებთ. 100 ჯერ შანსის მიცემა ეს უკვე მაზოხიზმია საკუთარი თავის მიმართ. ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია, რა თქმა უნდა, თქვენი ხედვებიდან გამომდინარე თუ როგორ უყურებთ ამ სიტუაციას პარტნიორთან მიმართებაში. რამდენად გიღირთ. არსებული ურთიერთობის შენარჩუნება. მე წარმატებებს გისურვებთ ინდივიდუალურად 557 16 73 50 Facebook-ზე ქართული შრიფტით ტაროს პასუხები. ნუ მირეკავთ, მომწერეთ.